კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ალუდა გოგლიჩიძე, თავისუფალი დემოკრატების წევრი, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. რამდენიმე დღის წინ თავისუფალმა დემოკრატებმა წარადგინეს თავიანთი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს, ასე ვთქვათ, განათლების სისტემა საქართველოში და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ დღეს დეტალურად, თუმცა მანამდე არ შემიძლია არ გკითხოთ დღევანდელი სიახლის შესახებ. საერთაშორისო გამჭვირვალობამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც საუბარია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის საქმეზე, კერძოდ აქ საუბარია იმაზე, რომ გაყალბებულია თქვენი ხელმოწერა, როდესაც თქვენ იყავით ქალაქ თბილისის მერის მოადგილე და ხელმძღვანელობდით აი ამ კონკურსს. რა არის თქვენთვის ცნობილი ამ ფაქტთან დაკავშირებით? თუ ნახეთ ზოგადად რა ცხადია. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება კომენტარს, მე სოციალურ ქსელებით რაც ვნახე, როგორც ყველამ, ბუნებრივია, თავისთავად ცხადია. და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არა მარტო ჩემი ხელმოწერის გაყალბებაზეა საუბარი, რაც ძალიან სავალალოა, ბუნებრივია, თავისთავად ცხადია, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ რომ თუ ეს დადასტურდება, ბუნებრივია, თავისთავად ცხადია იმ შრომას, ესეთი არც თუ ისე კარგი შეფერილობა მიეცემა. ამ დროს არა მარტო მე, არამედ ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი ობიექტურად ძალიან თავაუღებლად შრომობდა ამ კომისიის ფარგლებში და ბუნებრივია, თავისთავად ცხადია, ჩემი პასუხი ერთადერთი, რომ თავისთავად ლოგიკურია, რომ უნდა იქნას შესაბამისად გამოძიებული და თქვენ გახსოვთ ეს აპლიკანტი, ვინც ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ მახსოვს, მე მგონი რომ მახსოვს. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა და იმედს ვიქონიებთ, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამით და პასუხს გასცემენ ფორმალური პროცედურა უნდა იყოს დაცული. კი ბატონო, და დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას. როდესაც თქვენ მოახდინეთ თავისუფალმა დემოკრატებმა აი ამ ასე ვთქვათ ახალი ხედვის პრეზენტაცია, აქ იყო რამდენიმე მთავარი პრიორიტეტი. თქვენის ნებართვით ჩავიკითხავ, პირველი გზავნილი ასე ვთქვათ ეს არის, რომ ჩვენ ავამოქმედებთ განათლების სისტემას, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის და შესაძლებლობების მქონე მოქალაქეს ღირსეულად დასაქმებაში, ხოლო ქვეყანას სწრაფი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს მსგავსი პროფესიონალების გამოშვებას, რომლებიც შეძლებენ რომ რეალიზდნენ და დასაქმდნენ. ფიქრობთ, რომ ეს არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და როგორ ფიქრობთ, რომ აქ არის გამოსავალი, ანუ რა არის თქვენს ხედვაში, რომელიც აი ამ სიტუაციიდან გამოსავალს გვთავაზობს. დიდი მადლობა. პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვა თვითონ ამ გზავნილზე, თითოეულ სიტყვას თუ დავაკვირდებით, ეს გააზრებულად არის და გამიზნულად არის ჩადებული. ავამოქმედებთ, იმიტომ რომ ჩვენი გადასახედიდან დღეს სისტემა უბრალოდ ინერციით მიექანება, ფუნქციონირებს. სისტემა რეალურად, რასაც ქვია სისტემა, ესე არ მოქმედებს და ის ნამდვილად ასამოქმედებელი. ხა იყო ესეთი ვერსია, რომ ასე ვთქვათ, დავაბრუნებთ და რაღაცა ჩვენ რეალურად სულ სხვა წარსულიდან მოვდივართ, სადაც დაბრუნება, რა თქმა უნდა, არავის არ გსურს, ასე რომ ახალი გამოწვევების წინაშეა ეს სისტემა, ზუსტად ამიტომ ქვია ამ პროგრამას განათლების სისტემის ტრანსფორმაციის და განვითარების პროგრამა, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ აი საბჭოთა კომუნისტური წარსულიდან მემკვიდრეობით მომავალი ეს სისტემა უნდა გარდაქმნათ და უნდა პასუხობდეს ის თანამედროვე მოთხოვნებს, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს, თავისუფალი ბაზის მოთხოვნებს, დემოკრატიული ღირებულებების მოთხოვნებს და აი ეს არის ძირითადად აი ამ ტერმინის არსი. რაც შეეხება შემდეგ ის რომ ეს უნდა იყოს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, თუ გადავხედავთ დღევანდელ რეალობას, როგორც კი ამბობ განათლებას, პირველ რიგში უმეტესობა ადამიანს წარმოუდგება და ახსენდება სკოლა უმაღლესი. პროფესიულიც კი არა, გულწრფელები რო ვიყოთ, ხოლო საერთოდ უფროსი თაობის ადამიანები მიღმარიან ამ სისტემიდან გასული. უფროსი თაობის ადამიანები ასევე არიან ამ საზოგადოების წევრები, ისინი იხდიან გადასახადებს და ბუნებრივია გადასახადის განახდელების თანხები უნდა იყოს ასევე ამ ადამიანებზე ორიენტირებული, მით უმეტეს რომ
შეიცვალა ძალიან ბევრი რაღაც. არა მარტო ასე ვთქვათ, ის რომ საქართველოს საბჭოთა მემკვიდრეობა, ტექნოლოგიები, ზერაში იცვლება ყოველდღურად ყველაფერი და მით უმეტეს უფროსი ადამიანების წარმომადგენლებს, თავის წარმომადგენლებს ხშირად აქვთ ეს პრობლემა, რომ აუწყონ ფეხი თანამედროვე გამოწვევებს. არაერთხელ მქონია მე როგორც დამსაქმებელ სიტუაცია, რომ უყურებ თუ კონკურსია ადამიანს, რომელიც შინაარსი აი თავისი შრომის უნარით ყველანაირად პასუხობს ყველაფერს, მაგრამ იმის გამო რომ ის დღეს თანამედროვეობის ასე ვთქვათ, ფარგლებში არ არის, ვერ პასუხობს ასე ვთქვათ, აი მოთხოვნებს და შეიძლება დარჩეს შრომის ბაზარზე მიღმა, წარმატების მიღმა. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გზავნილი, რომ რეალურად ჩვენ ახლა დიდი ხანია ზოგჯერ გავიგონებთ ხოლმე სადღეძულოსავით, რომ უწყვეტი განათლება ეს ტექსტებში შეგვიძლია ჩვენ ვნახოთ, მაგრამ სისტემა უწყვეტ განათლებაზე არავითარ შემთხვევაში არ არის მორგებული და ეს არის ყველაზე პრინციპული. და რაც თავარია დანიშნულება, რისთვის არსებობს განათლების სისტემა. განათლების სისტემა დღეს უფრო მეტად არსებობს ფურცლების გამოცემაზე, რომელსაც ზოგჯერ ჩვენ ატესტატს და ზოგჯერ დიპლომს ვეძახით. მაგრამ არა ის რომ ის იყოს ორიენტირებული, რომ თითოეულმა ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას და ემკვიდროს თავისი ადგილი საზოგადოებაში ღირსეულად და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ინდივიდუალური თემები, არამედ საზოგადოების ინტერესები. თუ სისტემა იქნება მორგებული ერთეული ადამიანების ინტერესებზე და მათ მოთხოვნებზე, რაც დღეს გვაქვს იდეაში, დღეს სისტემა ფაქტობრივად აქ მორგებულია მაგალითად მშობლის მოთხოვნებს, რომ დაუშვათ ბავშვმა აიღოს ატესტატი ან შემდეგ აიღოს დიპლომი. მაგრამ ჩვენ გადასახადებს არა უბრალოდ იმიტომ ვიხდით, რომ თითოეული ადამიანის ინტერესი იყოს დაკმაყოფილებული, არა მარტო ეს. თითოეული ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით უნდა იყოს საზოგადო ინტერესები გათვალისწინებული, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა მოგწონს თუ არ მოგწონს, დამოკიდებული ვართ ხშირად საჯარო წარმატებაზე, საზოგადოების წარმატებაზე, იმიტომ რომ არ არსებობს ზოგჯერ სიტუაციები, რომელსაც ინდივიდები მოაგვარებენ. მაგალითად, ვერც ერთი სკოლა, ვერც ერთი კერძო დაწესებულება, ვერც ერთი ინსტიტუცია ცალკე ვერ მოაგვარებს მაგალითად სახელმძღვანელოების საკითხს. ვერ მოაგვარებს პედაგოგების სტანდარტების საკითხს, მათი გადამზადების საკითხს. ეს არ შეიძლება ესე მიუშვა თავისუფალი ბაზრის პრინციპზე. ეს არის თემები, რომელსაც ჭირდება რაღაც საჯარო, ასე ვთქვათ, მობილიზება და რა თქმა უნდა, ქვეყნის კონკურენტარიანობა, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ღია სამყაროში, გლობალიზაციის პირობებში, ჩვენი თვითყოფადობის შენარჩუნებით და ამის პატივისცემით უნდა შევძლოთ ვიყოთ უფრო კონკურენტარიანები გლობალურ სამყაროში, გლობალურ ეკონომიკაში თუ გნებავთ და ასევე შრომის ბაზარზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვაქვს რეალობა, ჩვენ ოდესაც ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი ნაწილი წასული არის საზღვარგარეთ და ისინი ეწევიან ელემენტარულ, ასე ვთქვათ, არც ისე რაღაც კვალიფიკაციის საჭირო მქონე სამუშაოს. თავისთავად ცხადია, მე არ ვაკეთებ არავითარ რანჟირებას, არ ვაკეთებ არავითარ პრესტიჟულობას, არაპრესტიჟულობას, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების დიდ ნაწილს შეუძლია სხვა ტიპის სამუშაო შეასრულოს, უფრო სხვა, ასე ვთქვათ, ხარისხით, უფრო სხვა ცენზით, მაგრამ იმის გამო, რომ სისტემა ვერ პასუხობდა ამ მოთხოვნებს, ისინი დარჩენ თავისი ინდივიდუალური ბედის ანაბარა. ასე რომ, ეს პირველი გზავნილი მთლიანად ეძღვნება იმას, თუ რას უნდა ემსახურებოდეს სისტემა მთლიანად. როგორი უნდა იყოს მისი დანიშნულება? დიახ, დანიშნულება უნდა იყოს ქვეყნის განვითარება, ადამიანების თითოეული ადამიანის წარმატების ხელშეწყობა, თანაბარი სასტარტო პირობების მათთვის მიცემა და რა თქმა უნდა, კონკურენტარიანობა, რომ ეკონომიკა განვითარდეს პირველ რიგში განვითარებაში ამას გულისხმობთ და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეკონომიკაზე არ დადის, ჩვენ გვაქვს უამრავი თემა, რომელიც ჩვენს კულტურას ეხება, ჩვენს თვითყოფადობას ეხება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სამყაროსთვის, დანარჩენი სამყაროსთვის ვართ კიდევაც და უფრო გავხდეთ საინტერესო მიმზიდველი და ვიყოთ სრულფასოვანი წევრი ამ ასე ვთქვათ დიდი ოჯახის. საიდან იწყება თქვენთვის, აი თუ გაქვთ უკვე ამ პროგრამაში ვთქვათ გაწერილი რაღაც კონკრეტული ანუ რაღაც გეგმა რეფორმების რა თქმა უნდა, გულმოდგინებულია. საიდან იწყება, ანუ პრობლემები საიდან იწყება და შესაბამისად საიდან იწყებთ თქვენ ამ პრობლემების მოგვარებას? თავისთავად ცხადია, პრობლემები ერთ სიტყვაში არდებს. ჩვენ ხშირად გვახასიათებს დღესაც მოყვებ, როდესაც ვამბობთ, რომ ინერციით მოქმედებს სისტემა, ზუსტად ის არის, რომ სისტემა, დღევანდელი სისტემა გამოჩნდება რაღაც პრობლემა, იწყება მასზე რეაგირება. ეს არის ყველაზე არაპროფესიონალური მიდგომა, იმიტომ რომ ის რაც ჩანს იმ სიტყვაში ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგვარდება. ეს არის უკვე რაღაცის შედეგი, ხოლო რაღაც პრობლემები იწვევს ამ შედეგს და ჩვენ უნდა დავეჩვიოთ და სისტემა უნდა აუმოქმედოთ ისე რომ მიზეზებზე ვიმუშაოთ და მიზეზები აღმოფხვრათ და ესე
პრობლემების კიბეზე ვიაროთ და მუდმივად არ ვიყოთ პირველ კლასში, მე ზოგჯერ ხუმრობ ხოლმე ნახევრად, რომ მუდმივად პირველ კლასში ვართ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ გეგმავთ, დაგეგმვა ფაქტობრივად საქართველოში არ არის შრომად აღქმული. ეს არის რაღაც დროის ფუჭი ხარჯვა, რა თუნდა ამდენი ფიქრი, ალბათ თქვენს გაგიგიათ, მეც გამიგონია, არაერთ თანამდებობაზე მემუშავე და ხშირად გამიგია, რომ რა თუნდა ამას ამდენი ფიქრი, აი პირდაპირ შეუდგეთ, რაც მოგვაფიქრდება, რაც გაგვახსენდება და ამიტომაც ჩვენ ფულს ხარჯავთ ყველაზე კარგ შემთხვევაში, ჩვენ ინვესტირებას ვერ ვახდენთ, ჩვენ ვერ ვახდენთ რეაგირებას ხვალინდელ გამოწვევებზე და შესაბამისად მუდმივად ვართ ამდენი ახალი ხელისუფლება, ყველა იწყებს თავიდან, ყველა ფიქრობს, რომ მისგან იწყება სამყარო, მისგან იწყება ათვლის წერტილი, არ ვცემთ თავს მემკვიდრეობითობას, არ ვცემთ პატივს რესურსებს, ძალიან ცუდი სენია პოლიტიზირება, როდესაც იყოფა ადამიანები გარკვეული ნიშნით, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით. ჩვენ ამაზე უბრალოდ უარი უნდა ვთქვათ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სისტემაში ნებისმიერი ადამიანური რესურსი არის რესურსი და ჩვენი პრეამბულა ზუსტად ასე იწყება, რომ შრომელი და განათლებული ადამიანი არის კაპიტალი და ამის ფასი უნდა ვიცოდეთ. თითოეული ადამიანის ფასი უნდა ვიცოდეთ. მესამე გზავნილი ზუსტად ამას ეხება, რომ რეფორმები იქნება ძალიან ისეთი ქმედითი, მაგრამ გააზრებული, ეტაპობრივი, თანმიმდევრული და რაც მთავარია, ეს იქნება საზოგადოების მიერ გაზიარებული. როგორც სისტემის შიგნით მოქმედი ადამიანების, ასევე სისტემის გარეთ, იმიტომ რომ განათლება ძალიან ფართო სფეროა და დიდი რესურსების გაერთიანების და სინერგიის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ არ ვაპირებთ კოსმეტიკურ ცვლილებებზე საუბარი, ჩვენ არ ვაპირებთ ლამაზი დაპირებების გაკეთებას, ჭკვიალა დაპირებების გაკეთებას. იქნება თემები, რომელიც შეიძლება იყოს არც თუ ისე სასიამოვნო, არც თუ ისე მიმზიდველი, მაგრამ განსხვავება ჩვენი პროგრამის ის არის და ჩვენი გეგმების ის არის, ის არის შედეგზე ორიენტირებული. შედეგია მთავარი და არა პროცესი. უმაღლესი მოწყობა, დიახ, უნდა ვისაუბროთ, ჩვენ საზოგადოებას ღიად უნდა ვესაუბროთ, თამამად უნდა ვესაუბროთ, როგორც პარტნიორები, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მათგან მივიღოთ მანდატი, რომ შემდეგ რაღაც სამუშაო შევასრულოთ. და ეს რა არის, რომ უმაღლესი მოხვედრა არ შეიძლება იყოს მიზანი, ის არის საშუალება. მიზანი არის წარმატებული კარიერის გაკეთება, წარმატება ცხოვრებაში და ღირსეული ადგილი საზოგადოებაში. ეს ხშირად უნდა გავიმეოროთ, რომ 100 მშობელი რომ გავაჩეროთ, დარწმუნებული იყავით, რომ 99 გეტყვით, რომ უმაღლესი მოწყობა არის მიზანი. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის მიზანი. და არ არის კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, აი დღეს მაგალითად დაიწყო ეროვნული გამოცდები საქართველოში, ხო? და არის საკმაოდ დიდი რაოდენობა, თითქმის 40,000-მდე აბიტურიენტია საბაკალავრო მიმართულებით დარეგისტრირებული. ამ პროცესში, თქვათ, თუ ხედავთ რაიმე ხარვეზებს, რა არის, თქვათ, თქვენ ბრძანეთ, რომ აი მემკვიდრეობითობა, აი თქვენ შემთხვევაში რა არის ის, რაც მისაღებია, რომ დარჩეს, რა არის ის, რაც უნდა შეიცვალოს აუცილებლად, ხო? საინტერესოა. თუ კონკრეტულად ეროვნულ გამოცდებზე მეკითხებით, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ფაქტობრივად მთელი ეს ბოლო წლები ერთადერთი რაც შემორჩა ამ სისტემაში მოქმედ ადამიანებს და შემოქმედებს, ეს დარჩა ეროვნული გამოცდები და ბუნებრივია ჩვენც ვიცით ეროვნული გამოცდების ფასი. ის არის არაჩვეულებრივი ბერკეტი მასობრივი კორუფციის ქთამის წინააღმდეგ საბრძოლველად. ბუნებრივია ჩვენ ამ ინსტრუმენტის გაუქმებაზე არანაირი სურვილი არ აქვს, მე ვამბობ შინაარსობრივად, ფუნქციონალურად. რა თქმა უნდა, რისკი, რომ საზოგადოებაში მოbrunდეს, ასე ვთქვათ, ქთამი არის უზარმაზარი. მე ძალიან კარგად მახსენდება 2000 რა იყო მანამდე. ჩემი განათლების სამინისტროში მუშაობის დროს, თუ რა რაოდენობა მოსავლეების დარეგისტრირდა მე-11 კლასში, მე-12 კლასის გამოცდების წინსვლებად ჩასაბარებლად და რომ არა ცენტრალიზებული ელექტრონული ფორმით იმ სასკოლო გამოცდების ჩატარება, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი ჩააბარებდა და ფაქტობრივად თუ ეხლა ზუსტად არ მინდა შევსწრებ, მაგრამ დაახლოებით 5,000 მოსავლე დარეგისტრირდა და თუ ასევე სწორად მახსოვს 184 მა ჩააბარა ეს გამოცდები. ანუ ფაქტობრივად აი მეორე გზავნილზე გადავდივარ რაღაც ინერციით. ეს არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ სკოლამ დაკარგა თავისი ფუნქცია. სკოლა და სასწავლო-დაწესებულებები არის უბრალოდ შენობა, სადაც რაღაც საქმიანობა წარმოებს, მაგრამ უფრო მეტ პრობლემებს ხედავთ სკოლაში? ზოგადად, არა მარტო სკოლაში, ზუსტად ამას მინდა ხაზი გაუსვა. სისტემურობა ჩვენი მიდგომის იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ფრაგმენტებზე საუბარს. იმიტომ რომ ფრაგმენტებში არა, სისტემური ცვლილებაა საჭირო. პირველ რიგში სისტემის დანიშნულებაა გასააზრებელი. კი ბატონო, როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა? აი ეს გულისხმობს მეტ დამოუკიდებლობის მიცემას სკოლებისთვის. ძალიან კარგი
გიკითხვა, ძალიან ხშირად უკითხავთ ქართულ რეალობაში, რომ ასე ვთქვათ, მე ცენტრალიზაციის მომხრე ვარ თუ დეცენტრალიზაციის და განსაკუთრებით უკვირთ თუ კი სადღაც ვახსენებ ცენტრალიზაციას, რამე თუ 2000-დან 2002 წლამდე დეცენტრალიზაციის პროექტს ვახორციელებდით მე და ჩემი მეგობრები და რატომღაც ფიქრობდნენ, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ფორმულა. ეს არის ძალიან არაპროფესიონალური მიდგომა საკითხისადმი, იმიტომ რომ ცენტრალიზაციაც და დეცენტრალიზაციაც, ავტონომია, დეკონცენტრაცია და ყველა ეს ტერმინი და ყველა ეს ცნება, ეს მეთოდი არის ინსტრუმენტი რაღაცის გასაკეთებლად. მთავარი არის მიზანი რა არის, მიზნებია მთავარი და არა ინსტრუმენტები. მე რა ინსტრუმენტების დამჭირდება? დიახ, სამწუხაროდ აი დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების პრობლემა ის არის, რომ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის ტყვეობიდან ვერ გამოვიდა. დღესაც კი შეიძლება ჩურჩულითაც ვერ გაიგონო, რომ რაღაცის ცენტრალიზება შეიძლება. და დიახ, მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ პროფესიონალი და ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველა იერარქია მაქვს გავლილი ამ სისტემაში 16 წელი განათლების პოლიტიკაში მოღვაწეობ და არც თუ ისეთ, ასე ვთქვათ, წარუმატებლად და ძალიან კარგად შემიძლია ძალიან თამამად ვთქვა, გაბედულად არ, იმიტომ რომ არ ვიცი, რომ ვიცი, რომ სადაც საჭირო იქნება, ჩვენ უნდა ვიაროთ ცენტრალიზების გზით, სადაც საჭირო იქნება, იქ უნდა ვიაროთ დეცენტრალიზაციის გზით. პირდაპირ უნდა ვთქვათ, ჩვენ საზოგადოებას უნდა ვთქვათ, რომ რეცეპტები არ არსებობს, არ არსებობს არავითარი ქვეყნის რაღაც კალკის გაკეთების საჭიროება და არც ერთი ქვეყნის რაღაც ხშირად გაიგონებ ის მოდელი, ეს მოდელი. მე ძალიან ბევრ მოდელს ვიცნობ, უშუალოდ ბევრ გამყოფილ ვარ, მაგრამ არ ვაპირებ, რომ რაღაც კალკირებები გავაკეთოთ. სასარგებლო ყველა მოდელიდან უნდა აიღო, მაგალითად უნდა იცოდე ფინეთის სისტემის წარმატება რაში მდგომარეობს. იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ისინი დღეს ცენტრალიზაციის გზით მიდიან ან დეცენტრალიზაციის. ისინი ზუსტად სიტუაციური მიდგომით მიდიან. მათ ბიოგრაფიაში იყო პერიოდები, როდესაც მაგალითად ეროვნული სასწავლო გეგმა სტანდარტები იყო ცენტრალიზებული, შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც იყო დეცენტრალიზებული და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან საკმაოდ დიდი გამოცდილება ჩემი გადასახედიდან დაგროვდა ამ სისტემაში. ძალიან ბევრი საინტერესო და გამოცდილი ადამიანი მახსენდება გულწრფელად, რომელთაც უნდათ ერთადერთი რამ, მე ეს საკუთარი გამოცდილებიდან ყველაზე კარგად ვიცნიე, თუ რამდენად შეიძლება იყოს მზაობა ადამიანების ჯგუფების დღეს არაერთი კოალიცია, არაერთი პროექტი, არაერთი გაერთიანება, მაგრამ ყველაფერი არის რაღაც ნახევარ პროდუქტების შექმნაზე და ყველაფერი ჩერდება სადაც იწყება პოლიტიკური ნება. საპარლამენტო ცხოვრება, რომელმაც ყველაფერი უნდა აქციოს კანონად და სავალდებულო დოკუმენტად. აი აქ გვაქვს პრობლემა და ჩემი 48 წლის ასაკში პოლიტიკაში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება ზუსტად ამას უკავშირდება, რომ მე ჩავთვალე, რომ ამ ასე ვთქვათ, სიტყეში, ამ სივრცეში რაღაც ქმედითი საქმიანობის გარშე ძალიან ბევრი ჩემი კოლეგის, მეგობრის თუ ნაცნობის თუ უცნობის ცდელობა იქნება ყველაფერი ფუჭი, თუ არ მოხდა ამათი ყველაფრის რეალიზება. და პირიქით, პოლიტიკაში ალბათ იმიტომ უნდა იყო და პოლიტიკოსი მაშინ ახარ, თუ კი სხვებს აძლევ გასახანს, გესმის ღირებულებების დონეზე იზიარებ, გესმის პრინციპულად და აძლევ გასახანს და არა ბლოკავ, არაფერი არ შევცვალოთ, იმიტომ რომ ვერ გამოვიდა დღევანდელი სისტემა, მაგალითად დეცენტრალიზაციის ტერმინის ტყვეობიდან. აი თითქოს ეს რაღაც სალანძღავი ტერმინია. ეს არის უბრალოდ ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მაგრამ ეს არის არაპროფესიონალიზმი მხოლოდ და მხოლოდ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რა პრობლემები გვაქვს, რა საჭიროებები აქვს საზოგადოებას და როგორ მოვაგვაროთ ისინი. ხოლო ინსტრუმენტი რას დაგვჭირდება, იმ მომენტში ისე ვიმოქმედებთ ყოველგვარი რაღაც ასე ვთქვათ ხმის კანკალის გარეშე. კი ბატონო, უფრო მეტ კონკრეტიკაზე რომ გადავიდეთ, ვთქვათ, იგივე სკოლის მიმართულებით, ხო, აი პირველი რიგის ამოცანები რა არის თქვენთვის? ბევრს საუბრობენ იგივე მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე, ხო? ეს რაღაც ისეთი თემა, რომელიც ამდენი წელია გვესმის და სამწუხაროდ უნდა დაგეთანხმოთ, რომ ყველა დამწყები, მოყვარული თუ რა ვიცი, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩემი ყველა მინისტრი თავის ხედვას გვთავაზობს ამ მიმართულებით. მე უფრო მეტად ვიდავ პოლიტიკურ ძალაზე, არა ადამიანის მინისტრებზე, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ამი პრობლემა მაქვს, არავითარ პრობლემა არ მაქვს მინისტრებზე საუბრის, უფრო კარგად შემიძლია ვიდრე ბევრს მათზე საუბარი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ პოლიტიკური ძალა მთავარი, იმიტომ რომ ის მინისტრიც პოლიტიკური ძალის ნაწილია და მასაც შეიძლება ჰქონდეს სურვილები, მაგრამ არ ეძლეოდეს საშუალებები. ამიტომ სათავე არა მინისტრი, არამედ პოლიტიკური ძალებია, სადაც ის მინისტრიც მიდის და უნდა წარუდგინოს ბიუჯეტი და ასე შემდეგ და შემდეგ. თუმცა მინისტრის გავლენა ძალიან დიდი უნდა იყოს, ვერავის ვერ გავათავისუფლოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, მაგრამ გადამწყვეტი მაინც არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ძალები. და
ასე ვთქვათ მასწავლებელთა რისი თქვა მინდოდა ხო აი მაგას ვამბობდი რომ აი როგორ თქვა უბრალოდ ფორმას ვეძებ ვისაც არ ეზარება ყველა იწყებს მასწავლებლის თემით მე მესმის რომ ამ სიტყვაში არსებობს პრობლემა თქვენ მე წარმატგინებთ როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე მაგრამ მე ასევე სკოლის დირექტორიც გახდეთ 5 წლის განმავლობაში და ცოცხალი მასწავლებელი მყავს ნანახი ცოცხალი მოსწავლე ყავს ძალიან ბევრისგან განსხვავებით ნანახი ვიცი ისინი რომ არსებობენ მოძრაობენ ინტერესები აქვს და შემდეგ საქმე იმაში არის რომ ესეც ასევე შედეგია თუ რომელ პრობლემა ამ ველში გვაქვს მასწავლებელი და მოსწავლე ეს არის სადაც მომხმარებელი და მიმწოდებელი ხდება ერთმანეთს ეს განვიხილოთ როგორც ასე ვთქვათ ასევე ასე ვთქვათ ერთგვარი ბაზარი სადაც მომხმარებელი და მიმწოდებელი არსებობს ხოლო ამ მიმწოდებლის უკან დგას მთელი სისტემა ჩვენ პრობლემები გვაქვს დაწყებული მიზნებიდან, სტრატეგიული მიზნებიდან. ჯერ ეს ერთი უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს არავითარი დოკუმენტი, რომელიც ზოგადად განათლების სისტემის სტრატეგიულ მიზნებზე ისაუბრებს. ეგეთი დოკუმენტი უბრალოდ არ არსებობს. რამდენიმე დღის უკან ჩემი ასე ვთქვათ, ოპონენტი იხსენებდა, დაფიქრდა და მე მგონი ვერაფერი ვერ მოიფიქრა, რომ ყოფილიყო მეც მეცოდნებოდა და გარწმუნებთ. შემდეგ თუ არსებობს თითოეული მიმართულებით, მაგალითად ჩვენ გვაქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ისმის კითხვა რასთან არის დაკავშირებული ჩვენ პერიოდულად ვამოწმებთ ეს მიზნები მიღწეულია თუ არა ეს არის რაღაც უნივერსალური დეკლარაციაზე რომელიც დევს თავისთვის თაროზე და კაციშვილს არ ახსენდება რომ ესეთი დოკუმენტი არსებობს და ამას ვახცევთ არ ვახცევთ ანუ სისტემური პრობლემები გვაქვს ყველა მიმართულებით აი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა პრეტენზიები სახელმწიფოების მიმართ არა холод მისი ფასი და ვინ დაბეჭდავდა ეს იყო მთელი პრობლემა როცა არაფერი არ შეცვლა მაგრამ შინაარსი ხო ასე იგი როცა ვამბობთ რომ აი ბოლო პერიოდი დღევანდელი ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალა და მისი სუსტი პოლიტიკური ნება ზუსტად ამაში მდგომარეობს რომ ფაქტობრივად არაფერზე არ მომხდარა სამუშაოები ფაქტობრივად არაფერზე არ ჩატარებულა უფრო მეტიც ძალიან მარტივი ილუსტრაციისთვის ეს ვახსენე და ბევრჯერ ვახსენებ ასე ვთქვათ ჩემი კოლეგების გასაგონად რომ მაშინ როდესაც სკოლამდელი განათლების კანონპროექტი გააქვს არაგანათლების კომიტეტს და გააქვს ადამიანის უფლებების კომიტეტს ძალიან საგანგაშოა ეს იმას ნიშნავს რომ პოლიტიკოსებს არ ესმით რა არის განათლება რა არის განათლების სისტემა საიდან იწყება განათლების სისტემა სამწუხაროდ ძალიან ხშირად ჩვენი კოლეგებისთვის იწყება სკოლიდან არა ჩემი ძვირფასება სკოლამდელი განათლებიდან იწყება ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ არ ვიცით ასაკობრივი განვითარების თეორიები ჩვენ არ ვიცით რა არის ის ყველაფერი მახასიათებელი რომელიც შემდეგ ძვირად გვიჯდება ჩვენ თითოეულს ისე იგი ჩვენ არ ვიცით 2011 წელს რა კვლევა ჩატარდა როდესაც სკოლაში წავსებული ბავშვები შეისწავლეს და მათი გამოკითხულთა ძალიან დიდ პროცენტს არ აღმოაჩნდა ის სავალდებულო უნარჩვევები როგორც კოგნიტური ასევე არაკოგნიტური რომელიც ჭირდება მას სკოლაში წარმატებული სწავლისთვის და რო არაფერი არ თქვა პიზას ტესტზე და ასე შემდეგ და დამთავრებული რომელზეც არავინ არ საუბრობს გლობალური კონკურენტუნარობის ასე ვთქვათ ინდექსი კვლევა სადაც ჩვენ არც ისე ციგნიერების დონე არა ციგნიერება ეს ცალკე თემა რომელიც გვეუბნება რომ სკოლაში გვაქვს ჩვენ პრობლემები სკოლა არის შუა ეტაპი ჩვენ ყველა ეტაპზე უნდა ვზომავდეთ რა ხდება რა პერსპექტივები გვაქვს ჩვენ მოვისმენთ საერთაშორისო კვლევის შედეგებს და შემდეგ პანაშვიდით ვართ დაკავებულები მაგრამ რა გავაკეთეთ ამის შემდეგ რა ინტერვენცია განვახორციელეთ რა დავგეგმეთ აი ამ ხრივ არის უზარმაზარი გამოწვევები რომელზეც თავისუფალი დემოკრატები ძალიან გააზრებულა ჩვენი პროგრამა საკმაოდ ვრცელია ეს არის რაღაც ფრაგმენტული და თქვენ კითხოს მე მგონი პასუხობ უფრო რომ გამოვაკრისტალო კიდევ უფრო მარტივად ვიტყვი პრობლემები გვაქვს როგორც სტრატეგიულ მიზნებში ასევე პრობლემები გვაქვს მართვის სისტემაში ასევე პრობლემები გვაქვს სტანდარტებში და სასწავლო მასალებში ასევე პრობლემები გვაქვს ადამიანის უფლებების, ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კუთხით, ფიზიკური გარემოს კუთხით, ფინანსების კუთხით, კომუნიკაციის და ანგარიშ ვალდებულების კუთხით. ეს არის სისტემა. გვაქვს პრობლემა პროცედურების არარსებობის კუთხით, ჩვენ გვაქვს რაღაც სტრუქტურული ერთეულები, რომელთა შორისაც არავითარი კომუნიკაციის მექანიზმი არ არსებობს. და კომიკური იცით რა არის მე ამ თემაზე მაგალითად ერთ-ერთი საკითხი რაც მახსენდება სკოლაში მართვის სისტემის ხარვებზე 2010 წელსში მაქვს ნაშრომი დაწერილი სქემა დახაზული და რა ვიცი მე მგონი თელმა საქართველოს მიცის ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავავრცელეთ. აი ეს ნება რაც მინდა ჩვენი საუბრის თავარი გზავნილი იყოს ეს არის პოლიტიკური ნება შევცვალოთ არა ვიღაცების სურვილის მიხედვით, არამედ საზოგადოების საჭიროებების მიხედვით და დღეს ძალიან ბევრი საუბრობს ეკონომიკაზე, რაღაც წარმატებებზე,
რაღაც მომავალ ეკონომიკურ აღმასვლებზე მინდა ყველა მოქალაქეს უთხრა, რომ ყველაფერი უბრალოდ ტყუილია თუ არ არის საუბარი ფუნდამენტურ სრულებებზე განათლებაში. საიდან უნდა მოვიდეს ადამიანები, ვინც ეს რაღაცა 11 მილიონი უნდა დახარჯოს? საიდან უნდა გაჩნდეს ეს ადამიანები? ძალიან საინტერესოა. იმ სკოლით, რომელიც დღეს გვაქვს, სადაც უზარმაზარ თანხებს იხდიან მშობლები, კერძო არაფორმალური გადასახადების კუთხით. და ფაქტობრივად ამას ვამბობთ ჩვენ, რომ სასწავლო პროცესი გასულია სასწავლო აუდიტორიებიდან და ჩვენ ამას სასწავლო აუდიტორიებში განვახორციელებთ. კონკრეტული გზავნილებისგან მე დღეს თავ შევიკავებ, პარტიაში და პროცედურებს გავდივართ, მაგრამ საზოგადოება ძალიან ბევრ კონკრეტულ გზავნილს გაიგონებს ჩვენგან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თვლადია. პირველ რიგში არსებობს ნება, ჩვენ ამ ხედვასაც თემატურად განვიხილავთ და მუდმივ რეჟიმში ვართ საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან, კვალიფიცირებულ ადამიანებთან, პრაქტიკოსებთან, რაც თავარია გარდა თეორეტიკოსებისა. პრაქტიკოსებსაც უნდა ვკითხოთ ხოლმე რაღაცები, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის როგორ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ თუ რა ტიპის დოკუმენტები შემუშავდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორ იქნა ის შემუშავებული, რა ჩართულობით, რა პროცედურებით. ამიტომ სულ მუდმივად თითქოს გვეჩქარება და მუდმივად არ აქვს შედეგი. ჯობია ჩვენ კარგად დავგეგმოთ, მივეჩვიოთ ამას, ახაც განათლების სისტემა და ნებისმიერ მართვის სისტემა არის ციკლური პროცესი. ის არ შეიძლება მუდმივად პულსირებდეს და რაღაც ასე ვთქვათ, თუ გაჩნდა რაღაც სტატია ან რაღაც სკანდალური ინფორმაცია, მე მთელი სისტემა ამას რეაგირებდეს, ამის ხანძრის ჩაქრობაზე იყოს ორიენტირებული და მუდმივად აი რა ზუზუნებს და გუგუნებს ამაზე იყოს რეაგირება. არა, გადასახადებს ჩვენ სხვა რამისთვის ვიხდით, არის ფუნდამენტალური პრობლემები და რაც მე ჩამოვთვალე ზოგად განათლებასთან მიმართებაში ანალოგიური გვაქვს ჩვენ ყველგან, იმიტომ რომ ეს არის სისტემა, მართვის სისტემა. ამას როგორც გინდა დაარქვი, საიდანაც არ უნდა მოუარო, ეს არის რაღაც ფუნდამენტი, რომელსაც უბრალოდ უნდა აღიარება, პატივისცემა, უნდა ცოდნა და რაც თავარია, უნდა ნება და არ უნდა გაურბოდე შენს მოსახლეობას და გადაწყვეტილებებს არ უნდა ღებულობდე იმის მიხედვით, რამდენ ადამიანს ეს მოეწონება ან არ მოეწონება. გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რამდენ ადამიანს ჭირდება ეს. ჭირდება თუ არა ეს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ცვლილებები, ნებისმიერ ცვლილებას აქვს როგორც რაღაც ასე ვთქვათ, პოზიტიური, ასევე ნეგატიური. რაღაცას ყავს მომხრე, რაღაცას არ აყავს მომხრე. რა ვქნათ? ესე ვიდგეთ, როგორც ვდგევართ, ეხლა დიდი ხანია. ბატონო, და ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და არჩევნების შედეგებზე ბევრი რამ არის ალბათ დამოკიდებული. მე უბრალოდ მაინტერესებს ეს თქვენი ხედვები, გარდაიქმნება თუ არა, ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ კანონპროექტებად არჩევნების შედეგებისგან მიუხედავად, ანუ მე გულისხმობ თქვენ ოპოზიციაში იქნებით, ხელისუფლებაში როგორ დაალაგდება ეს ჩვენ არ ვიცით. ამ მიმართულებით რა სტრატეგია გაქვთ? თუ ეს არის მხოლოდ წინას არჩევნო დაპირებები, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი დემოკრატები აღმოჩნდება, ვთქვათ, ოპოზიციაში? ანუ შემდეგ ბრძოლას როგორ გააგრძელებთ იგივე, ვთქვათ, აი ამ პრობლემების დასაძლევად? მოდით ესე ვთქვათ, პირველ რიგში ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ძალიან მძიმე რეალობა. მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ საზოგადოებამ გამოავლინოს ნება და ახალ პოლიტიკურ ძალას მიცეს მანდატი, ამის წინაპირობა არის ძალიან სერიოზული. იმიტომ რომ მე რასაც ვსაუბრობ, ყველა ჩვენი ფორმულირების უკან დგას სტატისტიკა, კვლევები, დოკუმენტები და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩვენი ემოციები. შემდეგ ჩვენ რამდენად შევძლებთ რომ საზოგადოებას დავანახოთ რომ ჩვენ თავაზობთ და რომ ეს რეალურად საჭიროა და არა სასურველია და ლამაზია და ბრწყიალა, არამედ საჭიროა, აუცილებელია. ეს ბუნებრივია ეს გამოწვევა დგას, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თავისუფალი დემოკრატებს გაგვაჩნია ყველა რესურსი. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არა ვართ მილიარდერების პარტია და ფინანსების ასე ვთქვათ დიდი რესურსი არ გაგვაჩნია. დიდი რესურსებს არ ასე ვთქვათ. მაგრამ ვფიქრობ, რომ გაგვაჩნია სხვა რესურსი, ეს არის როგორც ცოდნა, გამოცდილება, უნარჩვევები, განვლილი გზა, რომელიც უკან მოხვევისას ჩვენ არცეც არ გვხვენია. და როცა მე ვსაუბრობ განათლებაში, მე მით უმეტეს არ მაქვს არავითარი პრობლემა, რამეზე უკან მოვიხედო. მე ძალიან ბევრი რამე წარმატება გამიკეთებია, მე ტრანსფორმაცია გამიკეთებია სკოლის დონეზე და არაერთი საინტერესო პროექტი მაქვს გახორციელებული, ასე რომ ყველაფერი ეს რესურსი გვაქვს. ეხლა მოდით ჩვენ ვთქვათ, რომ ჩვენ ამ წუთას ჩვენ წინაშე არის, რომ მომრჩეველს დავანახოთ და არა მოვატყუნოთ, არამედ დავანახოთ, გულწრფელად დავანახოთ, ვესაუბროთ, აუხსნათ და დავანახოთ, რომ აი ეს არის რეალურად ქვაკუთხედი, იმიტომ რომ განათლების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი. თუ შენ აქ არ აპირებ მართლაც სერიოზულ გააზრებულ რეფორმებს და ჩარევას, ეს ყველაფერი არის კოსმეტიკა და კოსმეტიკისთვის დღეს არ ძალია საზოგადოებას, იმიტომ რომ ძალიან
დაგროვილი მძიმე პრობლემებია, რომელიც დრო უფრო მძიმდება და ეს თავისით არ მოგვარდება. ასე რომ იქნება თუ არა კანონ პროექტები, არა თუ კანონ პროექტები, ჩვენ მიდგომა არის ესეთი. ჩვენ დღეს გვაქვს აი რო იკითხოთ თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს რო იკითხოთ, გეტყვით რომ არის დიახ ჩვენ გვაქვს პროგრამული ბიუჯეტი. უკაცრავად ყველასთან ჩვენ არა გვაქვს პროგრამული ბიუჯეტი, ჩვენ გვაქვს სათაური პროგრამული ბიუჯეტი. მაგრამ იმ პროგრამულ ბიუჯეტს არც სტრუქტურა აქვს პროგრამული ბიუჯეტის, არც შინაარსი აქვს, არც ინდიკატორები აქვს და უბრალოდ ცივილური მონიტორინგის და შეფასების ფარგლებშიც კი არ ჯდება ნებისმიერი კვლევარი გეტყვით რომ დადებს ასე ვთქვათ ყველა მასალას და იტყვის რომ უკაცრავად ეს არის ზომება, იმიტომ რომ ეს არ არის დაწერილი იმ თარგის, იმ ფორმატის პირობებში, რომელიც შემდეგ შეიძლება გაიზომოს. ასე რომ ჩვენ არაერთ კონკრეტულ პროგრამას შევთავაზებთ საზოგადოებას, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია და განვითარება ხა არსებული ინსტრუმენტებით ვერ მოხდება, მაგრამ არსებულ პროგრამებს გადავხედავთ ძალიან სერიოზულად. რა თქმა უნდა, იქნება საუბარი კანონ პროექტებზეც, მაგრამ კანონსოფო ჩვენ უნდა გამოვეთხოვოთ იმ მემკვიდრეობას და იმ დაბალ პროფესიონალებს, როდესაც ყველა საკითხი ჩვენთან გვარდება კანონ პროექტით. და კანონის ქმედითობა არის შეზღუდული. კანონი აწესებს რაღაც ზოგად ჩარჩოებს, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა ჩარჩოში უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ არ არის მენეჯერული მიდგომა, არ არის ხარისხობრივი გაუმჯობესების ინსტრუმენტი. კანონი თქვენ ვერ გეტყვით რა უნდა გააკეთოთ რომელ სიტუაციაში თქვა, კანონი თქვენ გეტყვით რომ აი ამ ფარგლებში უნდა იმოქმედოთ. მაგრამ შემდეგ როგორ განკარგოთ რესურსები, ამას ვერც ერთი კანონი ვერ ამბობს. თქვენ შეიძლება თანხა დახარჯოთ კანონიერად, ყველა საბუთი გქონდეთ, ყველა გადარიცხვა ფაქტურა, ინვოისი. მაგრამ მაინც არ იყოს ეფექტური. მაგრამ ძალიან უაზროდ იყოს დახარჯული, მაგალითად ასე ვთქვათ, ისწავლე და ასწავლე საქართველოსათვის. ძალიან ისეთი ხმაურიანი პროექტი, როდესაც ზუსტად ეს არის ზეამბიციურობა და ჰიპერაქტიულობა ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსის რომ აი გაიღვიძა დილით და თქვა რომ აი 1000 უცხოელი უნდა ჩამოვიყვანოთ და უნდა ვასწავლოთ ინგლისური. იქნებ 900 ყოფნის, იქნებ 5 ყოფნის. აი პოლიტიკოსის საქმე არ არის ესეთი ტექნიკური საკითხები გარკვევს. თუ პოლიტიკოსები ესეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ძალიან დიდი კითხვაა, რას აკეთებს მაშინ ის მთელი პერსონალი, უმცროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი და ასე შემდეგ, თუ ვინმეს უნახავს, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში, რეალურად ასაკეთებენ. ისინი რას აკეთებენ მაშინ? ზუსტად პოლიტიკური ნება რომ კი ბატონო ჩვენ გვინდა ინტეგრაცია, გვინდა ქმედებები, მაგრამ არა ისეთი პროგრამა, რომელიც არასდროს არ დასრულდება და არასდროს შედეგი არ იქნება. ამ პროგრამის შედეგი დღეს არის მინუსებში. არავითარი შედეგი ამას არ აქვს. ჩვენ მუდმივად უნდა ვხარჯოთ დაახლოებით 10 მილიონი ჩემი სამეცნიერო ყოფნის დროს. ეს პროგრამა გრძელდება. აღარ გრძელდება, ხო? მე მგონი გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მე ძალიან დიდი სურვილი და მცდელობა მქონდა, რომ ამ პროგრამის ტრანსფორმაცია მომხდარიყო. მე არ ვამბობ, რომ ეს პროგრამა არ არის საჭირო, მაგრამ ასეთი ფორმით ეს პროგრამა არ უნდა არსებობდეს, როდესაც ის ორიენტირებულია მოსწავლეებზე, გაკვეთილზე, შევიდეს უცხოელი, ეს სპეციალისტი არა კიდე ცალკე საუბრის თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის ეს გადამწყვეტი. არ არის იმ პრინციპით აწყობილი, რომელიც ჩვენ ხარტად გაგვიყვანს შედეგებს და მუდმივად წვეთოვანივით არ გვიყოლება შეერთებული ეს პროგრამა რაღაც რესურსებზე. მუდმივად არ წავა ბიუჯეტიდან 10 მილიონი. ეს არის არარაციონალური ფლანგვა, ასე ვთქვათ, რესურსების. ასე რომ ჩვენ არსებულ პროგრამების ფარგლებშიც თანხებს დავხარჯავთ ძალიან ყაირათიანად. საჭიროების შემთხვევაში გავსდით კიდევაც დაფინანსებას. სადაც საჭირო იქნება იქ შევკვეცავთ დაფინანსებას და რაც თავარი ახალი პროგრამები. გამომდინარე იქიდან რომ ესეც ასე ვთქვათ ბოლო დამუშავების ფაზაშია დღეს რაოდენობრივად ვერ ვამბობ რამდენი იქნება, მაგრამ რაღაც ეტაპზე ჩვენ ვიტყვით რამდენი პროექტი, რამდენი კანონ პროექტი, რამდენი პროგრამა და ეს ყველაფერი იქნება ძალიან კონკრეტულად გაწერილი, ასე რომ ეს არის ძალიან ისეთი ფართო ხედვის პროდუქტი და ესეთი რაღაც ზედაპირული ქმედებები ეხლა წარმოუდგენელია და მით უმეტეს რაღაცა ასე ვთქვათ ისევ რაღაც მესმის ასე ვთქვათ ესეთი ექსპერიმენტები, რომლებიც ლამის ბოლო მოუღო ამ სისტემას, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ლიბერალიზმის პრინციპზე განათლების სისტემა მიუშვათ და ბაზარი დაარეგულირებს. ეს არის ჩემი კოლეგების გასაგონად მინდა ვთქვა, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ვერასხვავებს რა არის ლიმონათის ქარხანა და რა არის სკოლა. მაგალითად, ყველაზე კარგი შედარება ალბათ ეს იქნება, ასე რომ
კონკრეტული ჩარევები, ეს სტრატეგიული მიზნებით იწყება და ბუნებრივია ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როცა საზოგადოებას პირველ რიგში უნდა უთხრათ, რომ რა მსხვილად საით უნდა წავიდეს ეს რა არის მსხვილი გზავნილები, ხოლო უკვე დეტალებში კამპანია საკმაოდ დიდ დროს მოიცავს და მე ვფიქრობ, რომ საკმარისია რომ მიუხედავად ის, რომ ეს პროგრამა არის საკმაოდ ვრცელი, საკმაოდ დეტალური, თქვენი მედიის საშუალებით ჩვენ ამ მომჩევლამდე ამას ყველაფერს მივიტანთ და ჩვენი საქმიანობა იქნება წარმატებული და შედეგიანი. თუ იქნება იმის კითხვა, რომ როდის იქნება შედეგები, ეს ამაზეც ბუნებრივია არსებობს ძალიან გულწრფელი და ძალიან სწორი პასუხი, რომ ჩვენ პირველ რიგში უნდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ვივლით სწორი მიმართულებით, ხოლო შემდეგ რაც შეიძლება მოკლე დროში, იმიტომ რომ არ შეიძლება 3 წლის გასაკეთებელი გაკეთდეს ერთ თვეში და პირიქით ერთი თვის საკეთებელი კეთდებოდეს 3 წელი. მაგალითად, აი ისევ გავიხსენებ, როცა თუ კი ვინმეს ექნება საუბარი, რომ რემონტდებოდა და კეთდებოდა სკოლები და ფიზიკური გარემო, ჩემი სამინისტროში მუშაობის პერიოდში 2013 წელს ჩვენ დავასრულეთ ლამბალო სკოლის პროექტზე მუშაობა და დღესაც პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე ეს თემა მედიაში, გული მისკდება, იმიტომ რომ რამდენი წელია გასული 2013 წლის შემდეგ კიდე რას ვაშენებთ, ესეც ძალიან უცნაურია, ასე რომ კონკრეტული გაზომვადი ინდიკატორებით და რაც თავარია საზოგადოებასთან ანგარიშვალდებოდა ჩართულობა რაც თავარია რომ საზოგადოების ჩართულობით ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა წარმატება გისურვოთ და ჩვენ რა თქმა უნდა მზაობას გამოვთქვამთ რომ შემდგომშიაც უფრო დეტალურად კიდევ ვისაუბროთ თქვენს გეგმებზე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ალუდა გოგლიჩიძე იყო ჩვენი სტუმარი. მე ვემშვიდობები ჩვენს მსმენელს ერთი კვირით უკვე ორშაბათიდან ჩემი კოლეგა ნინო ჟეჟილაშვილი დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა თქვენ. კვინტრაძის სტუდია დღის 4-ზე.